ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. სამშვიდობისა დადგა ინფორმატორის მეოთხე გამოშვების დრო, ანუ დავიგებ თუ რითი იყო საინტერესო 30 დეკემბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისთვის. თქვენთან ერთად არის კატო კომპანია ყაზბეგი და ლაილაი. Horoskopit კი კურო ვარ, მაგრამ აქ თევზი უნდა გავახმოვანო. გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს პირადად მე ამ ნახატი ფილმების გახმოვანებაში, ბასტიბულში რამდენი წელია ქართულად გადის ნახატი ფილმები. თვითონ იდეა, რომ აი ბავშვებს ასეთ საჩუქარს უკეთებენ ის ხალხი, რომლებიც ეკრანიდან ესალმებიან ამ ბავშვებს და მაყურებელს, ძალიან მომეწონა ეს იდეა და აი დიდი სიამოვნებით მოვედი. თანაც აი ფანტასტიკური ნახატი ფილმია რა. აიჭირე. ძალიან მიყვარს მულტფილმები. ამ მულტფილმებს რო ახმოვანებ, მე ძალიან მომწონს. რა გინდა რა? დიახ, კაცო, გადი უკან. ახალგაზრდა რეჟისორი ნინო დედალამაზიშვილი მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს სახელწოდებით დავიბრუნოთ ღიმილი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თიკა ჯამბურია, ბუკა მანაგაძე და ჯავა ქარცელაძე. ვნახოთ სიუჟეტი. ერთის რაც შეიძლება ბუნებრივად მოჩვენეთ ჩუქურთმს. ჯაბა შენ აკავებ რა. ისა. ერთის აქ დადექი. სტამბულის ფესტივალისთვის ვიღებთ ფილმს ერთწუთიან ვიდეო რგოლს და რა ვიცი ძალიან დიდი იმედები გვაქვს რომ ამას მივაღწევთ იქ და რაც შეეხება ფილმის შინაარს მთავარი არის ის რომ დაუბრუნოთ ფილმს ღიმილი და ამ პროცესში რა ვიცი მონაწილეობა მიიღეს ანუ ეს რაღაც პატარა აქციასავით იყო რაც ჩვენმა NGO-მ მოაწყო და ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის ფესტივალია თვითონ ის რაზეც ვაუბრობ და ჯერ არა სერიალ როცა ვიტყვი რომ ვიღებ თუ შეიძლება როლებში შედიხო. რაც შეეხება ბუკას და ჯავას გონი რაღაც შეყვარებულების როლს მოერგნენ ძალიან კარგად მიუხედავად იმის რომ ბევრი ეცინებოდათ გადაღების დროს. ჩამოვიდეს აი. თქვენი მარჩან უღაჩხუბოთ. არა იქიდან არა ეს. აი ესე პირდაპირ ჩამოდი რა, კარგი? აი ამას ჩამოვუარა. თიკა ჯამბურია თამაშობს მთავარ როლს და რაც შეეხება თიკას, მე ვფიქრობ, რომ ქართულ შოუ ბიზნესში თიკას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მომხიბლელი ღიმილი აქვს. რეზო, ცოტა მოდი. ძალიან მიხარია რომ მიიღებენ ამ ფილმში და მიხარია რომ ძალიან ისეთი ახალგაზრდა რეჟისორები არიან და საერთოდ ოცნება მქონდა რომ გადავიღო კინოში და საერთოდ ახლა ვოცნებობ რომ გამოვიდა დიდი მსახიობი. მე და ბუკა ვიღებთ ახალგაზრდა რეჟისორის ფილმში მონაწილეობას, რაღაც ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ რა ვიცი, ფილმში მონაწილეობა მე მგონი ყოველ მომღერალისთვის რაღაცა სასიხარულო უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაც შენ სამსახიობო ნიჭს ავლენ მაყურებლის წინაშე და მე ძალიან მიხარია რომ აი ამ ფილმში ვიღებ მონაწილეობას და მე ადრეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ფილმში და ეს პროცესი ძალიან მომწონს. всё, მივდივარ ეუბნები და ის გაჩერებს ხელი იმითი. ნახევარ საშუალო ხედით ვიღე. ეს არ არის პირველი და მე იმედი მაქვს რომ არც ბოლო არ იქნება და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ კიდევ ბევრი იყოს ესეთი თან საქართველოში რომ დაიწყეს ფილმების გადაღება, თუნდაც მოკლემეტრაჟიანი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მიხარია. ყველა პროექტს ვაკიდებით სერიოზულად, ყინვა იქნება თუ ქარი თუ თოვლი, ეს ჩვენ ინტერესებშიც არის და შრომობთ. როგორც იცით, 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო ღამე გველის და რა თქმა უნდა, ბევრ თქვენთაგან საინტერესებს თუ როგორ მიმდინარეობს საახალწლო მზადება. სწორედ ასეთ წინასამზადის დაესწრო ინფორმატორის გადამღები ჯგუფი. ჩვენმა ერთად დგომებს სულ ცოტა ხნის წინ ალაპარაკა მთელი კაცობრიობა. ჩვენ დავალეხეთ მსოფლიოს რომ ვართ ერი, რომელსაც შეუძლია ერთი უშუქება. ეს კარგია. და გასწორე ეს არის სიყვარული, სიხარულის გამოძახილი და დღეს ამ ერთიანობის დაბედებისთვის ვარ. ხო, ესე.
ეხლა მიდის წამყვანებთან რეპეტიცია, ჯერ ერთ წამყვანებთან 11-დან დაიწყება მეორე წამყვანებთან რეპეტიცია, მუშაობა მიდის თამარ მგობართაესთან ერთად ტექსტებზე. რა ვიცი, აბა ვნახოთ რა იქნება. მუსიკალური ნომრებით არ გაიზომება ამ შემთხვევაში წამყვანები ირჩევა ძირითადად იმ კონცეფციით, რა კონცეფციასაც ატარებს, თქვათ ამ შემთხვევაში კონკრეტულად რომელიმე სცენა. თქვათ მერიასთან ეს უნდა იყოს ჩემის აზრით უფრო ისეთი სცენა, რომელიც მოგცემს ცოტა უფრო მეტ ეროვნულ მუხტს, რომელიც იქნება აქედან გამომდინარე რეპერტუარულადაც არის აგებული ძირითადად ფოლკლორზე. ეს არის ამ დროს არავინ ერთმანეთს სცენას გამერწმუნე, რომ არ უყურებს პირველი 3 წუთი. მეორე კონცერტი იწყება იმ დროს, როდესაც ფაქტიურად მთავრდება ყველა სხვა კონცერტი და აქ უკვე გაცილებით ალბათ ასმაგათ უფრო ძნელია წამყვანის არჩევა ხოლმე, როგორც წესი, იმიტომ რომ დაახლოებით 80,000 კაცთან უხდება წამყვანს ურთიერთობა რა. აქ უნდა უკვე მოიძებნოს ადამიანი, ვინც ამ კონტაქტს ძალიან კარგად ამყარებს ამ ხალხთან და ვისაც შეუძლია რომ არ გააციოს ეს ურთიერთობა, რომელიც არსებობს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალხი დაახლოებით 4-5 საათი ფეხზე უნდა იდგეს და კიდე ამ ყველაფერს უნდა უყუროთ. მე და გოგოლას მიყვავს თავისუფლების მოედანზე მერის წინ ეს სახალხო ზეიმი და ჩვენ მერის წინ იწყება ეს ღონისძიება, ეს ზეიმი უბრალოდ ღონისძიება და დიდი დღესასწაული. და ჩვენ გვეკისრება ის ფუნქცია, რომ 12 საათის დადგომა და ახალი წლის შეხვედრა მოხდება ზუსტად აქ თავისუფლების მოედანზე და საპასუხისმგებლოც არის, ასიამოვნოც, ასიხარულოც და რა ვიცი და მე გაგრძელდება უკვე შემდეგ რუსთაველზე და ბოლოს დასრულდება თავისუფლების მოედანზე. ახალი წლისთვის ემზადება კლუბი ნუანუაც, რომელიც ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი კინოფილმების საუნდტრეკებით აპირებს 2004 წლის შეხვედრას. ემზადებით ახალი წლისთვის, თემა ავიღეთ კინო და პროგრამაც მოვამზადეთ ძალიან ნაცნობი და ძალიან საყვარელი ფილმებიდან სიმღერები და ცეკვები დავდგით. ნაძვის ხე იქნება ისეთი ალბათ არასდროს არ გაკეთებულა, მთლიანად ფოტოსურათებით მორთული ფოტოებზე იქნება გამოსახული კინოვარსკვლავები, იქნება ძალიან ნაცნობი ფილმებიდან პლაკატები. ძალიან საინტერესო გამოდის, რადგან არის არასტანდარტული, ვცდილობთ რომ გავაკეთოთ სხვანაირი და სხვა განვაახლოთ რაღაცა ჩვენ ქალაქში. მე იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა, იმიტომ რომ ვაკეთებთ როგორც უკვე გითხრეს კინო ფილმებიდან აღწოდები იქნება ცეკვები, ამას ასრულებს სტუდია იმპრო, მოძრაობის და პლასტიკის სტუდია და ვაკეთებთ ჩვენ კოსტიუმებს და ავით ჩვენი ძალებით და რა ვიცი რა, მე მგონი კაი გამოვა. ვეცადეთ ყველანაირად შეგვერჩია ისეთი მუსიკა, რომელიც მაყურებელს თუ ჩვეულებრივ ხალხს აქ გამჯდარი და დისკოტეკაც იქნება უფრო ჩვენი კლუბის სტილში, როგორც ყოველთვის იქნება ის მუსიკა, რაც ამ კლუბში ჟღერს, უფრო ლათინური, უფრო ოკეანის ქვეყნები და აფრიკის ქვეყნები, რა თქმა უნდა, თავისი დოზით იქნება განაწილებული ის კინო საუნდტრეკები, რომელზედაც შეიძლება უბრალოდ ადამიანი წამოხდეს და იცეკოს. ესე იგი, ჩემი აზრით 31-ში, ანუ ახალი წლის ღამეს კლუბ ნუანუაში იქნება მართლა არაჩვეულებრივი საღამო. მე პირადად ვიქნები ამ საღამოს წამყვანი, იქნება movie party, ანუ მუსიკები კინოფილმებიდან, თქვენთვის საყვარელი და ალბათ კარგად ნაცნობი და მართლა ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ ნუანუაში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეჭვს არ მეპარება, რომ აქ ისეთ დროს გაატარებთ სხვაგან ვერსად ნახოთ, ასე რომ გელით ყველას ნუანუაში.
აჭარა Music Hall-ში ახალი წლის პირველ დღეს გულოცავს ნინო ქათამაძე. სწორედ 1 იანვარს დაგეგმილი კონცერტის შესახებ იყო საუბარი სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. არის ალბომი ნინო ქათამაძე და ინსაიტი, რომელიც არის ცოცხალი მუსიკის სტუდიური ჩანაწერი. მე გეტყვით, რომ ფაქტიურად ეს პირველი პრეცედენტი არის საქართველოში, როდესაც ორი ალბომი გამოდის ერთად და ამის გარკვეული დატვირთვა აქვს თავისი, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ორივე ალბომი რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავდება, ერთში შესული არის მსმენელისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი სიმღერები, ხოლო მეორეში ფაქტიურად არის ელექტრონული სტილისტიკა და სულად განსხვავებული ვოკალური შესრულება ნინოსი, რომელიც მსმენელისთვის სრული სიახლე იქნება. მე როგორც პროდიუსერი ამაყი ვარ იმითი, რომ ნინოს პროდიუსერი, იმიტომ ნინო იძლევა იმის საშუალებას, რომ მან აქტიურად იმოღვაწეობს სხვადასხვა მუსიკალურ სფეროში, ეს იქნება ჯაზი, ეს იქნება ფოლკლორი, ეს იქნება ელექტრონული მუსიკა. როდესაც აკეთებ ნებისმიერ სახის, მაგრამ განსაკუთრებით კომპიუტერულ მუსიკას, იმდენად ბევრი შესაძლებლობები გაქვს, მე პირადად მინდა ხოლმე რომ სხვადასხვა ადამიანებთან მქონდეს შემოქმედებითი ურთიერთობა, იმდენად რამდენადაც სხვადასხვა განსხვავებული სახის მუსიკა შეიძლება დაიბადოს ამ დროს რა და ამ შემთხვევაში ნინოს ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე მასთან მუშაობა, იმიტომ რომ თვითონ იმ ჟანრში რაც ნინო მღერის ხო მე არასდროს არ დამიკრია და ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. მოხდა ის, რაც ამდენი ხანი ყველა ელოდა და ჩვენც ველოდით. ანუ ვინც კი ხვდებოდა, როდის ჩაიწერება დისკი, როდის იქნება თქვენი ჩანაწერი და აი მოვიდა ეგ დღეს და ჩაიწერა ეგ ყველაფერი რა. და ჩაიწერა საკმაოდ კარგად მინდა თქვა. ეს იყო თითქოს ის ეტაპი, რომელიც ჩვენ ამდენი წელი ერთად განვლებ და უნდა დაფიქსირებული იყო ყველა შემთხვევაში ალბომის სახით ვიმუშავეთ და ეს არის რეზულტატი იმ მუშაობის, რასაც ჩვენ ვაწარმოებდით ამ მთელი პერიოდის განმავლობაში. მე გეტყვით, რომ მესამე ალბომიც არსებობს, უბრალოდ ფიზიკურად სამი ალბომი ძალიან ბევრი იქნებოდა ერთ ჯერზე გამოსაშვებად. იმდენი ხანი არ გამოდიოდა ეს ყველაფერი, რომ ალბათ თავისით დაგროვდა, რომ ორი ალბომი გამოვაშვა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაც ხდება ბუნებრივად შიგნით, რომ ეს ყველაფერი რაღაც ერთ ადგილას იყრის თავს და შემდეგ გადადიხარ სხვა უფრო ლამაზ ეტაპზე. ძალიან საინტერესო უნდა იყოს შემდეგი ეტაპი, შემდეგი რეპერტუარი, ვაფიქრებ. ახალი წლისთვის ემზადება რუსთაველის თეატრიც. თუ როგორი იქნება 2004 წლის პირველი ღამე რუსთაველებისთვის, ამას სიუჟეტიდან შევიტყობთ. ახლა სულ ექსპრომტად კეთდება ყველაფერი, ყოველგვარი აი ესეთი სცენარის დაწერისა. ვის რა შეუძლია, ვიხსენებთ რაღაც სპექტაკლებიდან ნაწყვეტებს. მაგალითად, ჩემი არის უძველესი სპექტაკლიდან რატომღაც გაგვახსენდა ჭინჭრაქადან სიმღერა მე და ბატონი კარლო მღერით ამას. არა, მე მიმაჩნია რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იქნება. მაგაში ეჭვი არ მეპარება და იცით რა, ახალი შიოა რაღაცა და ამ ახალ შიოს ახალი მისალმებები, სურვილები, მილოცვებიც უნდა და საახალწლოდ ეს უნდა გამოჩნდეს რა თქმა უნდა და ყველაზე მთავარი ის არის რომ პირველად ხდები ახალ წელს გარეთ ქუჩაში და ამ ხრივ მე მგონი ძალიან კარგია რა, ჩემი მეგობრებთან ერთად ვიქნები და მე და კიდე აქედან წავალ სხვაგან და ასე შემდეგ. რა ხან ბატონმა რობერტო ამოკიდა ამ საქმის ხელი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი იქნება. მე და გოგა გველესიანს გვაქვს ნაწყვეტი მე-12 ღამიდან ჩვენ ხსნით ამ საღამოს, ამ უბრალოდ ამ სცენაზე. 12-ის ნახევარზე, როგორც თქვა, არ ვიცი თუ 15 რო დააკლდება არ მახსოვს. ჩვენ უნდა გავხსნათ აი ჩვენი რაღაცა ერთი ბეწო სცენით, რომელიც იქნება მე-12 ღამიდან. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.